მოგესალმებით. პირველ რიგში, სანამ ბრიფინგის თემაზე გადავალ, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ჩვენს ქვეყანას იმ სულის შემზვრელი ტრაგედიის გამო, რაც 5 ანგელოზი ბავშვის გარდაცვალების გამო თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას დიდი გულის ტკივილით. მინდა ეს სამძიმარი უთხრათ თითოეულ მოქალაქე ჩვენი ქვეყნისას და განსაკუთრებით ამ ბავშვების ახლობლებს, ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბრიფინგის თემას. საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2013-12 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა მრავალი დანაშაული ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე. 2012 წლიდან დღემდე ეს პოლიტიკური ძალა ასრულებს მაოხრებელი გზირის ფუნქციას ქართულ პოლიტიკაში. ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. ამასთან ამ პოლიტიკური ძალის ბუნებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შემთხვევაში ის აუცილებლად ჩაიდგენს იგივე სახის დანაშაულებს ახალი შემართებითა და ენერგიით, რაზეც მას მწვანე შუქს აუნთებენ იგივე ძალები, რომლებიც 2013-12 წლების ავტორიტარულ სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასაკის გამო არ შეესწრებია დანაშაულებს, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა. მრავალ ადამიანს კი ეს დანაშაულები სულ მცირე ემოციურ დონეზე აქვს მივიწყებული. საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ავტორიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რათა მომავალში მათი გამეორება არ დაუშვას. სწორედ ამგვარი მიდგომით, ნიურნბერგის პროცესითა და რეჟიმის დანაშაულების მუდმივი შეხსენებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიამ დაამარცხა ნაციონალ-სოციალიზმი საზოგადოების ცნობიერებაში. ეს არის გამოცდილება, რომელიც საქართველოსაც უნდა გაიზიაროს და პრაქტიკაში დანერგოს. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაანონსა ბრძოლა დიპ სტეიტის წინააღმდეგ. საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაშია ჩაბუდებული და სწორედ დიპ სტეიტის მიერ იმართება. ეს არის დიპ სტეიტის მიერ ჩამოყალიბებული მონების ჯგუფი, რომელიც როგორც ამას თავად დიპ სტეიტის მართვის წესი ითვალისწინებს, თვალდახუჭული ემსახურება პატრონის ნებისმიერ ახირებას. შესაბამისად, საქართველოში ზუსტად იგივენაირად არის საჭირო რადიკალური ოპოზიციისგან გათავისუფლება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჭირდება განთავისუფლება დიპ სტეიტისაგან. 2013-12 წლების რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. ესენია პატიმრების წამება და წამების სისტემა საჯელახსოვრების დაწესებულებებში, ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა, კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით, კანონიერი მფლობელებისგან მედია საშუალებების მისაკუთრება, 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება. აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2013-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისათვის. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღების და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით. სპეკულაციების გამოსარიცხად იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები. დროებით საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში, ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ. დასასრულს კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ 2013-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველსაყოფად. დიდი მადლობა. ახლა მზად ვარ კითხვებზე გიპასუხოთ. მოგესალმებით, სოფო ბერძე, ტელეკომპანია იმედი, ბატონო მამუკა, ჩემი პირველი კითხვა შეეხება თქვენი ბრიფინგის თემას. მმართველი პარტიის მხრიდან იყო თავდაპირველად თქვა საუბარი იმაზე, რომ მოხდებოდა ნაციონალური მოძრაობის როგორც პარტიის საკრძალვა, ამისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო საჭირო. იცით, თქვა თქვენს ამ გადაწყვეტილებას რა ნაბიჯები მოყვა, საერთაშორისო რა განცხადებები მოყვა საერთაშორისო პარტნიორებისგან. ახლა უფრო მეტი გეგმები გაქვთ ამ მართულებით, მზად არის თუ არა ხელისუფლება იმისთვის, რაც შეიძლება ისევ გარედან ამ საკითხს მოყვეს. გარედან ნებისმიერ სპეკულაციას რაც შეიძლება მოყვეს, ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და მე მგონი საქმე დავამტკიცეთ, რომ ამისთვის მზად ვართ. რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებას, ყველა დაპირება, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობასთან, რაც არ არის მიბმული, ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო უმრავლესობასთან. თქვენ იცით, რომ ბევრი საკითხი და დაპირება ამასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ თუ არ არის საჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობისა და ჩვენ ამ დაპირებების შესრულება ისე შეგვიძლია, ბუნებრივია ჩვენ ამ დაპირებების შესრულებაზე უარს არ ვიტყვით. მხოლოდ იმიტომ, რომ სიტყვა იყო ნათქვამი საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების შემთხვევაში, თუ ამის გარეშეც შეგვიძლია, ჩვენ ბუნებრივია ჩვენი საზოგადოების წინაშე ყველა დაპირებას შევასრულებთ და ეს არის ცალკე აღებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ არ შევაფასეთ და თავისი სახელი არ დავარქვით იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში ხდებოდა და ხდება. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გავწიროთ მისათვის, რომ ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის, ბულინგის, ინფორმაციული ფეიქ კამპანიების მსხვერპლი. და შემთხვევით არ მithქვამს, რომ ასაკის გამო ბევრი ადამიანს არ ახსოვს, ან ემოციურ დონეზე არ გვახსოვს შეიძლება ის წლები, რომლის დროსაც გარედან ვიღაცეები და ამ შემთხვევაში არ დავკონკრეტდები, დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ სააკაშვილის რეჟიმს და სინამდვილეში ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ ბიზნესებს, ღამე ნოტარიუსებთან დაბარებით ათმობინებდნენ და პროკურატურის და სხვა უწყებების საშუალებით ემუქრებოდნენ, თუ ასე არ მოიქცეოდნენ და ციხეში პატიმრებს ასუშვებოდნენ, ამაზე აღარ გავაგრძელებ. იმ დროს, როდესაც ვიღაცეები განსაკუთრებით ახალგაზრდებს ცდილობენ რომ მოატყუონ ბევრი საკითხი, ვიღაცას პრორუსობა დააბრალონ, ვიღაცას სხვა რამე დააბრალონ, ავტორიტარულ რეჟიმზე საუბრობენ დღეს ჩვენს პირობებში, ამ დროს ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, ომის დანაშაულს რუსეთის სასარგებლოდ აბრალებდნენ საკუთარ სამხედროებს. ომის დაწყებას უღიარებდნენ რუსეთს. რუსეთს ხმას აძლევდნენ სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც მხოლოდ საქართველოს ხმა ჭირდებოდა ამის გაკეთებას. და ამ დროს დღეს ისინი გაღმა შედავების პრინციპით გვიტრიალდებიან და ჩვენ გვამუნათებენ რაღაცეებზე. და ადამიანები, რომლებიც შეიძლება დაუშვათ ვიღაც არსებობდეს, რომელიც ძალიან გულწრფელად რაღაცა დაიჯერა ამ ფსიქოლოგიური ფეიქ შტურმის გამო და დგას დაუშვათ აქციაზე. მაგალითად მოვიტანოთ ეს.
ის დგას აქციაზე, იმ ძალების ორგანიზებულ აქციაზე, რომლებიც აი ამ ყველაფერს აკეთებდნენ. და ამას თუ სახელი არ დაერქვა, ბევრი საშუალება ექნება წინა რეჟიმის ბევრ წარმომადგენელს, რომ საზოგადოება კვლავ შეცდომაში შეიყვანოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალოს. რეალურ ევროპელობას, რეალურ ღირებულებებს დაუპირისპირდეს და ეს შეფუთოს ევროპელობის და ევროპულობის სახელით, დემოკრატიის სახელით და ამ დროს ის იყოს იმ რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც მკვლელობას და მათ შორის თუნდაც რუსეთის სასარგებლო მოქმედებებს, ოკუპაციის სასარგებლო მოქმედებებს არ ერიდებოდა. ამიტომ ეს პარადოქსალური სიტუაცია ჩვენი მოქმედებებით უნდა გამოვასწოროთ და რეალობას ჩავხედოთ თვალებში და შევეცადოთ, რომ ყველა ადამიანმა აი ამ მოვლენების სწორი ანალიზის, შეფასების და საკითხების მიმართ სწორი დამოკიდებულების გზით უზრუნველყოს საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისი წილი ქვეყნის განვითარების საქმეში. მადლობა. რამდენიმე კითხვა მაქვს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი იყო ცოტა ხნის წინ. მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტია ის, როგორც ვიცით, თვითონ ამას ეძახის, რომ ეს არის ჯილდო დამსახურებისთვის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა დამსახურებისთვის მოიპოვა მან ეს ჯილდო. თქვენ რა ვერსია გაქვთ? რა დაუფასდა სალომე ზურაბიშვილს? მაკკეინის ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც ნერვიულობდა და ამას თავის განცხადებებში არ მალავდა და გამოხატავდა, რომ საქართველოში მიმდინარე აქციებს მსხვერპლი არ მოყვა. როგორც კი პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, სალომე ზურაბიშვილი გახდა ამ ინსტიტუტის სტიპენდიანტი. მე მგონი დასკვნების გამოტანა რთული არ არის. ეს ადამიანი არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელიც იმ საერთო მესიჯ ბოქსით და გეგმებით მოქმედებს, რომელიც deep state-მა შეუკვეთა ამ ხალხს. მადლობა. შემდეგი კითხვა მაქვს სამი პოლიტიკური პარტიის მიმართვასთან დაკავშირებით. ისინი მიმართავენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და საპარლამენტო ფრაქციებს, რომ ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს მხრიდან და დელეგაციის უფლებამოსილება. ჩვენ ვნახეთ, თუნდაც მაგალითად რა მოხდა, როდესაც იყო ჩამოსული გენერალური მდივანი ამ ორგანიზაციიდან. ვნახეთ ამ პარტიების წერილები უკვე პიაკაუმას ვიზიტთან დაკავშირებითაც. ზოგადად როგორ აფასებთ მათ ასეთ აქტივობას? ერთი და იგივე პარტიები აქტიურობენ ბოლო რამდენიმე დღეა ამ მიმართულებით. ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ. რომ საქართველო რაც შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ იმდენად იყოს ევროსტრუქტურებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გართულებული ურთიერთობები, რომ ამის დაალაგებას ან დიდი დრო დაჭირდეს, ან გართულდეს და ასე შემდეგ. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟი და მტრობა ქვია ამას და მეტი არაფერი, იმიტომ რომ შეუძლებელია სხვანაირად შეაფასო ის ყოველდღიური მათი ბრჭყალებში საქმიანობა არ არის. ეს არის მტრობა საკუთარი ქვეყნის, რომელსაც ისინი სჩადიან და ამას არაკეთებენ, რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი თავისი ნებით. ყველა უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მათი გადადგმული ნაბიჯი არის გარედან ნაკარნახევი გეგმის მიხედვით გადადგმული ნაბიჯები. სხვანაირად ისინი არ მოქმედებენ, არც აქვთ უფლება, რომ სხვანაირად იმოქმედონ, რასაც უკარნახებენ, იმას აკეთებენ. ჩვენ ვნახეთ უკვე წარმავალი ადმინისტრაციის ნაბიჯები, ყველაზე რადიკალური ეს ნაბიჯები გახდა ბოლო პერიოდში და შესაბამისად მოქმედებენ მათი აგენტურის წარმომადგენლები საქართველოში. ბატონო, ამგად თუ არ ჩავთვლით თქვათ, აი ამ შეიძლება ითქვას ანტისახელმწიფოებრივ წერილებს და აქტივობას ოპოზიციის მხრიდან, დიდი ხანია ისინი პოლიტიკურ ველზე ასე აქტიურად აღარ ჩანან, როგორც აქამდე. მედია ვცდილობთ ლიდერების ჩაწერას, ყოველ შემთხვევაში ლიდერები არ ჩანან პოლიტიკურ ველზე. როგორ ფიქრობთ, სად არიან, რატომ გაქრნენ? იმიტომ რომ დავალებები ნაკლები ახალ წლებიდან გამომდინარე შეიძლება ნაკლები დავალება მოსდიოდეთ მათ. მართლა ასეა. ცოტა შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს ვიღაცისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომელიც შეიძლება მართველი პარტიის მომხრეები არ იყვნენ, მაგრამ რეალობა ერთია. სხვანაირი მოქმედების საშუალება მათ არ გააჩნიათ. თუ დავალება არ მიიღეს, ისინი ნაბიჯს არ დგამენ. წარმოვიდგინეთ, სოფლიოში რა მოვლენები ვითარდება.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი კანადის და ასე თქვა სხვადასხვა ქვეყნების და ტერიტორიების და გრენლანდიის შეერთებაზე ლაპარაკობს ასეთ განცხადებებს აკეთებს და ესენი დარბიან აქ და მაიმუნი ობეზიანა ვერ იქნება. რაღაცა ისეთ დავალებებს აძლევენ, რომ პრაქტიკულად მონური ჩარჩოებიდან მათ გასვლის საშუალება არ აქვს. წარმოიდგინეთ, თვითონ ხო იციან, რომ აი მაგალითად, აი ძალიან მარტივი მაგალითი ავიღოთ, გუშინ გავრცელდა ფოტოები, გავრცელეს, ბუსტავენ უდიდესი, ესეც უნდა ვიცოდეთ, უდიდესი ფული ჯდება თითოეული დღე. ხო ვიღაც გულწრფელი ადამიანი ფიქრობს დაუშვათ. ასეთი თუ არის იქ, რომ დავდივართ აქციებზე, რაღაცას ვაპროტესტებთ, რაღაცის გვჯერა. გასაგებია შეიძლება დააჯერეს ვიღაცას, მაგრამ ბირთვი ამ აქციების მართვისა ხო ამ პარტიებიდან და იმ NGO-ებიდან არის, რომლებიც დავალებას იღებენ პირდაპირ, ხო? ხო თვითონაც იციან, რომ ერთ-ერთი ისეთი ვითომ ემოციური ფოტო იყო მაიდნის დროს უკრაინაში, როდესაც ჭადრაკს თამაშობდნენ. ხო დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანია. ჭადრაკს თამაშობდნენ მომიტინგეები. ზუსტად იგივე დავალებას რომ გაძლევენ, ეხლა გაიტანე და ვიღაცამ ჭადრაკი გაიტანოს, მეორემ შეიძლება იმის წამხედურობით, კარგი გაგებით, ცუდი გაგებით არა, გაიტანოს ჭადრაკი და მასაც მოუნდეს, რომ აი ამ სიტუაციაში და ესეც რაღაც ემოციური ფოტოს საფუძველი გახდეს, ხო? ხო იცი, რომ მაიდანზე ეს რაღაც ემოციური ფოტო გადაიღეს და ითამაშეს ჭადრაკი. შენც რომ ჭადრაკი გაგაქვს, ერთ-ერთში რომ მეორდება, ანუ არაფერი იცვლება იმ გაიდლაინებში ეგრეთ წოდებულში, რა გაიდლაინების დავალების სახით მიდიოდა ჯერ მაიდნის დროს, ახლა აქ რაღაცა წარუმატებელი ფეიქ მაიდნის შემთხვევაში, აი ასეთ დავალებებსაც კი ასრულებენ. იციან, რომ ერთ-ერთში გამეორდება, მე ან ვიღაც პოლიტიკოსი, ან მდინარაძე, ან სხვა გამოვა, ან Facebook-ში ვიღაც გამხელს, მაგრამ იმდენად არ გაქვს გაპროტესტების საშუალება და უფლება საკუთარი პატრონის წინაშე, რომ მაინც გამოდიხარ და ფოტოებს ავრცელებ, როგორ თამაშობენ მომიტინგები ჭადრაკს. ამ დროს დეჟავუ, მაგრამ ამ შემთხვევაში წარუმატებელი ფეიქ მაიდნისა არსებობს ბუნებაში, ხო? ბატონო მამკა, კიდევ ერთი კითხვა მაქვს პოლიცსაბჭოს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, თქვენი შეფასება გვაინტერესებს. იქ საკმაოდ ბევრ საკითხზე იყო აქცენტი, მაგალითად საქართველოს უკრაინიზაცია, მეორე ფრონტი, deep state, უსამართლო სანქციები. რა იყო მთავარი სათქმელი პარტიის პოლიცსაბჭოს ამ განცხადებით? იცით რა, მე მგონია, რომ ერთი წამით სანამ კონკრეტულად უშუალოდ იმ ტექსტს შევეხებით, რაც გუშინ ჩვენ გავავრცელეთ, მთავარ მიზანზე ვისაუბროთ, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს იმ დეტალების შესახებ, რაც ერთი მხრივ გლობალურ პოლიტიკაში და შემდეგ მის ანარეკლში, შიდა პოლიტიკაში ხდება საქართველოში. ეს რაღაცა ვითომ ანტირუსული რუსთავაზე რომ რუსეთს ებრძვიან, ეს ისტერია, ეს მოგონილი ისტერია, სადღაციდან მოტანილი და დაჯერებული ვიღაცების მიერ არ არის მხოლოდ საქართველოში და ქართული აგენტურის მიმართ დავალება მხოლოდ. თუ კი ვინმე თანამედროვე სამყაროში, ცივილიზებულ სამყაროში გაბედავს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ილაპარაკებს, ყველას რუსებს ეძახიან. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. ჩვენთან ამას ზედმეტნაკლები წარმატებით ასრულებენ ის იმ აგენტურის წარმომადგენლები, რომლებიც გარედან, როგორც უკვე ვთქვი არაერთხელ და ეს უკვე საზოგადოებისათვის ძალიან კარგად არის ცნობილი, deep state-დან და გარე ძალებიდან ზოგადად იმართებიან, ეს ბევრ ქვეყანაში ხდება. თქვენ ნახეთ, ხომ, მაგალითად, უნგრეთის შემთხვევაში რა ხდება და ბევრი სხვა ქვეყნის შემთხვევაში, სადაც ვინმე გაბედა და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ილაპარაკა და უპირატესად და უწინარესად დღის წესრიგში დააყენა პირველად საკუთარი ქვეყნის ინტერესები, ყველას ეძახიან პუტინის მოკავშირეს, რუს, ეს ბევრი ქვეყნის პრობლემაა და მათ შორის საქართველოშიც ეს ეგრეთ წოდებული ტრენდი იქმნება და ამის შექმნის მცდელობაა. მაგრამ ამ დროს უნდა ვხედავდეთ, რომ ადამიანები, რომლებიც მართავდნენ ამ ქვეყანას, ავანგარდში დგანან, ამ ხო ვითომ აქციებს არ ყავს ლიდერი, ხო ნახეთ. ვამბობდით და ამაზე გვამონათებდნენ ასევე, რომ როგორ ესენი დამოუკიდებელი ადამიანები არიან, თავისით გამოდიან. მე ვნახეთ, რომ NGO-დან, კონკრეტული პარტიებიდან, რომელსაც ახლოს ამ აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე ქონდა ოფისი აღებული, ამარაგებდნენ სხვა საშუალებებით
იმ ძალადობრივ აქციებს, რომლებიც შემდეგ სახელმწიფოს მიერ პრევენციული მოქმედებების შედეგად დასრულდა და ახლა გადაიქცა მშვიდობიან აქციებად, ხო? და მართლა მშვიდობიანია, როცა არის მშვიდობიანი, ამას ქვია მშვიდობიანი, როცა ესვრიან ცეცხლს და პიროტექნიკას და ქვებს პოლიციელებს, ის არ არის მშვიდობიანი. და მე აღმოჩნდა ძალიან ბევრი დიდი ჩვენზე ძლიერი ქვეყანა ჯერჯერობით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, მაგალითად გერმანელები აღმოჩნდნენ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. გერმანიის ბიუროკრატია, რომელიც აკრიტიკებდა საქართველოს იმისათვის, რომ თურმე აქ მშვიდობიანი აქცია ყოფილა და გადაზედმეტებულ ძალას იყენებდნენ პოლიციელები, თავად აღმოჩნდნენ ანალოგიურ სიტუაციაში და გერმანიაში თურმე პოლიციელისათვის მიშვერა არ ვაზედმეტებ. მათი განცხადებებიდან ამოვდივარ. ეს არის სასტიკი საშინელი დანაშაული, მაგრამ ჩვენთან სახეში სროლა ამ პიროტექნიკის, ცეცხლის, ეს არაფერია მშვიდობიანობაა თურმე. ამიტომ უნდა დაფიქრდეთ ეს ყველა, სანამ რაიმე განცხადება საქართველოს საწინააღმდეგოდ გააკეთებს, მერე არ მიუბრუნდეს და თავად თავისივე ნათქვამის საწინააღმდეგო განცხადებები არ ქონდეს გასაკეთებელი. ბოლო კითხვა მაქვს და დავასრულებ. ზელენსკის განცხადებას მოისმენდით ბაიდენის ადმინისტრაციის უფლებამოსილების მიწურულს ის სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ომის დროს გარკვეულ კორუფციაზე, უბრალოდ მნიშვნელოვან კორუფციაზე აკეთებს მინიშნებებს. როცა ასეთ განცხადებებს ისმენთ, როგორი არის თქვენი შეფასება? მადლობა. თქვენ ალბათ გახსენდებოდათ, როდესაც ეს განცხადება მოისმინეთ, ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადებები სხვა ბევრ მიზეზთან ერთად ჩვენ როდესაც საუბრობდით ფინანსურ ინტერესებზე. უდიდეს ფინანსურ ინტერესებზე და ჩვენზე მეც საუბრობდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები და იყო ინფორმაცია მუდმივად გახმოვანებული იმის შესახებ, რომ გარდა იმ მავნებლობისა, რაც დამართეს უკრაინას, ამაში უდიდესი ფინანსური ინტერესები არსებობდა, ხო? როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საკუთარი მავნებლობები ბოლოსკენ წაიყვანა და უკვე რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, ახლა გადაწყვიტა ზელენსკიმ, სამწუხაროდ მანამდე ამაზე ხმას არ იღებდა, რომ კორუფციაზე და ფინანსურ ინტერესებზე ესაუბრა. ხო ვერ წარმოიდგენით ალბათ რამდენიმე თვის წინაც კი, რომ უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში კორუფციაზე ისაუბრებდა და იმგვარ იმ მასშტაბის კორუფციაზე, როდესაც უკრაინას თავად ჰქონდა თვითმფრინავები, რომლებსაც შეეძლოთ გადაეზიდათ შესაბამისი თვით უკრაინაში და კორპორაციები არ მაძლევდნენო ადამიანი ამბობს, არ მაძლევდნენო იმის საშუალებას, რომ საკუთარი თვითმფრინავებით გადმოგვეზიდ და იმდენად დიდ ფინანსურ ინტერესებზე იყო საუბარიო. არც ერთი ნაცმედია საქართველოში დამერწმუნეთ. ამას არ აშუქებს, არ მინახავს, მაგრამ და თუ ვწდები, შემისწორეთ. აი რომელიმე ეხა შეგიძლიათ კითხოთ, რომელიმე მედია თუ ზელენსკის ამ სიტყვებს აშუქებს. იმიტომ რომ ახლა არის ტრამპი პრეზიდენტი, რამდენიმე დღეში ის იქნება უფლებამოსილებაში შესული პრეზიდენტი და ზელენსკი ცდილობს, რომ ძველ ადმინისტრაციას გადააწეროს ეს ცოდვები, რომლებიც რეალურად deep state-ისგან მომდინარეობდა. ადამიანი საუბრობს მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაახლოებით 90 მილიარდ დოლარამდე თანხაზე. როგორც მინიმუმ 90 მილიარდ დოლარამდე თანხაზე საუბრობს და ჩვენ, როდესაც ფინანსურ ინტერესებზე საუბრობდით, გახსოვთ როგორ გვამონათებდნენ. ხო ვერ წარმოვიდგენთ ამას. და თურმე რაღაცა შეთქმულების თეორიებზე საუბრობთ ჩვენ, როდესაც ამ ფინანსურ ინტერესებზე, როდესაც სხვა ინტერესებზე საუბრობთ და თავად ზელენსკიმ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტა, რომ ათეულობით მილიარდი დოლარის მითვისებაში დაედანაშაულებინა deep state და სხვა კორპორაციები. ეს არის სკანდალი, რომლის შესახებაც დამიჯერეთ ნაცმოძრაობის და მისი კლასტერის წარმომადგენლების ამორჩევნმა არაფერი იცის. იმიტომ რომ არც მათი სოციალური ქსელები, არც მათი მედია საშუალებები ამას არ ეუბნებიან თავიანთ მომხრეებს და ამორჩევას. უბრალოდ უმალავენ. შეიძლება ვწდები, მე მართლა არ მიყურები არც TV პირველისთვის, არც თავარი არხისთვის, არც ფორმულასთვის და მათი სოციმედიის გაცნობითაც არ ვარ დიდად დაკავებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას
არ აშუქებენ, უმალავენ საკუთარ მაყურებელს და მომხმარებელს. რატომ? იმიტომ რომ დეზინფორმაცია და არაინფორმირებული მომხმარებელი მედიისა არის მოწყვლადი, რომ შემდეგ იძახოს, რომ მაიმუნს ვერ ექმევა ობეზიანა და ეს იყოს რაღაცა big idea, რომლის გამოც ისინი შეიძლება ქუჩაში გამოდიოდნენ. მოგესალმებით, შოთა ფალავანდიშვილი ტელეკომპანია რუსთავი. პატრონ მამუკა, მეც რამდენიმე კითხვა მექნება, რომ დაუბრუნდეთ ისე პროცესებს, რომელიც ქუჩაში ვითარდება, უკვე დაახლოებით თვეზე მეტია. ფაქტია, იყო გარკვეული კრიზისული სიტუაციები, იყო კრიზისულ გამწვავებული ფაზა, შედარებით ნაკლებად სიმწოვეც ჰქონდა ამ აქციებს. ეს პროცესი გრძელდება თითქმის თვეზე მეტია და ბუნებრივია, მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება არიან თქვენი მხარდამჭერები, მაგრამ ან ვინც არ არის თქვენი მხარდამჭერი, ისიც ელოდება თქვენგან გარკვეულ, ასე ვთქვათ, ქმედებებს ამ კრიზისიდან გამოსავალი, როგორი შეიძლება იყოს ქართული ოცნებისთვის და რა შეიძლება ხედავდეს მართველი გუნდი იმის საფირწონეთ, რომ ეს პროცესი დასრულდეს და გადავიდეს პროცესი ისევ სხვა, ასე ვთქვათ, შედარებით სტაბილურ ჩარჩოებში. როგორია თქვენი პარტიის ხედვა? თქვენ იცით, რომ იქ მყოფი ადამიანები დღემდე ამბობენ და მათი მხარდამჭერებიც, რომ თუ არ მოხდება დაპატიმრებულების განთავისუფლება, თუ არ მოხდება ახალი არჩევნების ჩანიშვნა, შეუძლებელია რომ ეს პროცესი გაჩერდეს. თქვენი ხედვა როგორია? რამ შეიძლება გააჩეროს ეს ყველაფერი და რამ შეიძლება გამოიყვანოს ქვეყანა ამ პროცესიდან? საკუთარი სამშობლოს მიმართ საბოტაჟი და აქედან გამომდინარე შესაბამისი ულტიმატუმები ვერ გახდება რაღაცა შეთანხმების თუ კომპრომისის საფუძველი. ჩვენ ერთადერთი ყველაზე მძიმედ რასაც ვიღებთ, ეს არის გახლეჩა, აი ძალიან გულწრფელად ვამბობ, ალბათ მეორე თუ მესამედ მიწევს ამაზე საუბარი. ადამიანები აი ძალიან ადამიანურ ელემენტარულ დონეს რომ მიუბრუნდეთ. ადამიანები, ოჯახის წევრები ერთმანეთს კარგავენ, ეს არის ყველაზე მეტი საფიქრალი და საზრუნავი, რასაც ალბათ რაღაც უნდა დაუპირისპიროთ და ამაზე ბევრს ვფიქრობთ. მე პირადად, როგორც ერთ ადამიანს და არა მართველი გუნდის წარმომადგენელს, ძალიან ბევრთან მქონია საუბარი, აი ახალი წლის დღეებში ამის მეტი საშუალება იყო მოგეხსენებათ, იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები მეგობრებს კარგავენ, ადამიანები ოჯახის წევრებს კარგავენ, შედიან დაპირისპირებაში და საზოგადოების გახლეჩა ამგვარად, როდესაც პოლიტიკის და განსხვავებული მოსაზრებების გამო, ფაშისტური მიდგომების და ამის საზოგადოებაში რეალიზების მცდელობების გამო ერთმანეთს კარგავენ არის ყველაზე საშიში მოვლენა და სამწუხარო, იმიტომ რომ გახლეჩილი საზოგადოება ასევე წეღან რა სიტყვას გამოვიყენე, იგივეს გამოვიყენებ, მეტად მოწყვლადია და მეტად შეიძლება ეს რადიკალური განწყობები ვიღაცამ მართოს, როდესაც საზოგადოება არის გახლეჩილი, მაგრამ თუ ჩვენ ეს არ ვიცი რამდენად არის ჩემი საქმე ამ შემთხვევაში ასეთი მოწოდებები, მაგრამ თუ ჩვენ მივხვდებით იმას, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო არ შეიძლება ოჯახის წევრებს შორის ისეთი დაპირისპირებები, მეგობრებს შორის ისეთი დაპირისპირებები, როგორც ახლა ჩანს საზოგადოებაში, თუ მეტად გვეყვარება ერთმანეთი და თუ მეტად უბრალოდ თუ ნაკლებად ჩავრთავთ პოლიტიკას ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებში, მე მგონია რომ უფრო მალე მოვახერხებთ ჩვენ ამ რაღაცა, მათ შორის ფსიქოლოგიური და რაღაც ფსიქოლოგიური და ისტერიული ფონის გადალახვას. რაც შეეხება პროტესტს, ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. ყველა კვლევით ჩანს, რომ ქართულ ოცნებას არაფერი დაკლებია რეიტინგში. ანუ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ თქვა ქართული ოცნების მომხრეები ხა გადაარწმუნეს და სხვანაირად ფიქრობენ. მაგრამ გამოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები, გამოვიდნენ სააშკარაოზე და ეს დააკვირდით როდის მოხდა. მაშინ, როდესაც ნაცებმა დაირქვეს პროევროპელები. ანუ უკაცრავად ჟარგონისთვის, ქუჩურ ჟარგონს გამოვიყენებ, ნაცობა რომ ტეხავს, ეს ყველამ გაიგო. მაგრამ როდესაც ნაცმა იფიქრა რომ მე ნაცი კი არა ვარ, კაც გვარამიას და ხაზარაძეს და მათთან მოღალატე გახარიას ან საკუთრივ სააკაშვილს კი არ უჭერ ხარს. მე აგერ ევროპას უჭერ ხარს და ვებრძვი რუსთაველზე რუსეთს და მაიმუნი ობეზიანა არ უნდა იყოს ამისთვის ვიბრძვი. აი ეს რომ დაიჯერა და ეს ვიღაცას დააჯერეს. აი ამ დროს უკვე უფრო თამამი გახდა, უფრო თავისი პოზიცია გამოიტანა გარეთ. სულ ამბობდით, ხო? სად იყო ამდენი ნაცი, სად არის 100,000, 700,000, 500,000 ეს კლასტერი ერთად იღებს. სად არიან ეს ადამიანები? ადამიანებმა ირწმუნეს, ვიღაცამ დაარწმუნა, შეცდომაში თუ არ შეცდომაში შევიდა თუ ასე ჯერა და რწმენის დონეზე აიტანა, რომ ის იბრძვის ევროპისათვის. ეს არის იმ დიდი
მათ შორის გარედან მართული და გარედან მხარდაჭერილი უდიდესი fake კამპანიის შედეგი, რომელიც fake კამპანიითაც deep state არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ცდილობს მოვლენები მართოს. შესაბამისად, ამას უპირისპირდები ჩვენ აი ამ სწორი მესიჯებით, სწორი ანალიზით, რაშიც ძალიან დაგვეხმარება დღევანდელი ის გადაწყვეტილება, რომელიც ახლა მე თქვენს წინაშე და საზოგადოების წინაშე ბრიფინგზე გავახმოვანე და მე მგონია, რომ კიდევ უფრო დავეხმარებით საზოგადოებას, კიდევ უფრო მეტად შეუწყობთ ხელს სწორი ანალიზის გამოტანაში, სწორი დასკვნების გამოტანაში და როდესაც კითხვაზე, აი ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. კითხვა რომ დაუსვათ ახლა ვინმეს და კითხოთ. აი როგორც თანამედროვე ჭალებში რა თქმა უნდა ტრენდების მიხედვით დამოუკიდებლად მოფიქრალი და თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოფიქრალი ადამიანები deep state-ის და მათი აგენტურის მიერ იწოდებიან პრორუსებად თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, ხო? ჩვენს გადმოგვცდა ეს ტრენდი. საქართველოს ხელისუფლებამ 12 წლის განმავლობაში რა გააკეთა რუსული? რაში გამოადგა რუსეთს და სად წაიწია წინ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთმა? ნაცმოძრაობის დროს ხო იყვნენ ვითომ პროევროპელები. ბევრი მაგალითი, მათ შორის დიდი თემები შეგვიძლია ჩამოთვალოთ, პატარა თემებს რომ თავი დავანებოთ, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების რუსულ სახელმწიფო საწარმოებზე მიყიდვა, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მხარდაჭერა, როდესაც მხოლოდ საქართველოს ხმა იყო საჭირო, ტერიტორიების გადაცემა, კოდორი ბრძოლის გარეშე დაუთმეს, მათ შორის რა გადაწყვეტილებები მიიღეს, კოდორს რა დაარქვეს, როგორ შემოუსაზღვრეს ერთი წლით ადრე სამარჩაბლოს ტერიტორია და როგორ დაარქვეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი სიტყვა ყოფილის დამატებით, როგორ განსაზღვრეს მისი საზღვრები. და რასაც დღეს რუსები რომ ბორდერიზაციას ეძახიან და მათ შორის არა მხოლოდ რუსები და საზღვარს ავლებენ თავისი ჭკუით საზღვარს. იმასთან დაკავშირებით პრეტენზიას რომ წაუყენებთ თქვენი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიხედვით მიყვებით ამ წითელ ხაზებს რომ არგუმენტად რომ გვეუბნებიან სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე. რამდენი ერთი შეიძლება ჩამოთვალოთ რუსეთის სასარგებლოდ რეზოლუციის მხარდაჭერა, სადაც ომის დაწყება უღიარეს, ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ სამხედროებს და ეს რამხელა რისკი იყო ჰააგაში და სტრასბურგში, იცით? აი ეს კონკრეტული ნაბიჯები. მსგავსი კი არა. ამისი მიასედი ხარისხის რა გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა ოცნებამ, რომელიმე თქვენგანს, აქ არის მაგალითად TV1-ის წარმომადგენელი, თქვენ საგრძანდებით სხვადასხვა მედიის წარმომადგენელი, ერთი პასუხი, ერთი ნაბიჯი ქართული ოცნების პირობებში, აი ეს არის ყველაფერზე პასუხი. შეგიძლიათ თქვათ, რაში გამოადგა საქართველო 2012 წლიდან მოყოლებულ რუსეთს. ერთი. შეგიძლიათ დამისახელოთ. ვერ დაასახელებთ. იცით რატომ? იმიტომ რომ ასეთი ფაქტი არ არსებობს. იმას ხო არ იტყვით ჰააგაში თანასპონსორები და თანაინიციატორები როგორც რუსეთის როგორც სამხედრო დამნაშავის გასამართლების ასეთი ნაბიჯები კი ბატონო. ევროპისკენ ქმედითი ნაბიჯები შედეგშიაც გამოიხატა საუბარს რომ პოლიტიკოსებისას თავი დავანებოთ. ჩვენ საუბარს რომ ყური არ ვუგდოთ საერთოდ. ყველა მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე და შემდეგ ეტაპზე გადასვლა დიდი ბრძოლის საფასურად და დიდი დარწმუნების შემდეგ, მაგრამ მაინც ქართული ოცნების ანგარიშია. და აქაც ვერავინ ვერაფერს გვეტყვის. შესაბამისად, აი ამ ინფორმაციას და ფაქტობრივ გარემოებებს სჭირდება სწორი ანალიზი და მათ შორის 2012 წლამდე რეჟიმის შეფასებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს ჩვენი სამშობლოს განვითარების საქმეში. ბატონ მამუკა, ზეწოლაზეც მინდა გკითხოთ, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, განსაკუთრებით დასავლეთის, უხვად ვიხილეთ. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ჯო უილსონის განცხადებებზე, ჩვენ ვნახეთ სანქციები, მთელი ეს წყება 28 ნოემბრიდან დაწყებული დღემდე იყო პარტიის დამფუძნებლის დასანქცირება შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის უამრავი რამ ვნახეთ ამ პერიოდის განმავლობაში. აქ
ამ თემებთან დაკავშირებით როგორია მართველი გუნდის პოზიცია, იმიტომ რომ გარკვეულ ნაწილში საზოგადოების შეიძლება ჩნდება განცდა, რომ ქვეყანა ექცევა საერთაშორისო იზოლაციის ქვეშ. თქვენი პოზიცია რა არის? ამაზე პასუხი რა არის და სად არის გამოსავალი, როდის მოხდება ამ ურთიერთობების გადატვირთვა და ძველ ნიშნულზე დაბრუნება ან გაუმჯობესება? მოდი წარსულს გადავხედოთ, რომ ამაზე აბსოლუტურად სწორი პასუხი გავცეთ. აქაც ფაქტობრივ გარემოებებს. როდის დაიძაბა ნელ-ნელა, საიდან გახსოვთ ამ ურთიერთობების დაძაბვა? მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებს მართავს თუ არა ეს მეორე საკითხია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა სათავეში და განსაკუთრებით დაიძაბა ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში. და ამის შემდეგ ჩვენ ამ ზეწოლის ქვეშ ვართ და ზელენსკიმ, რომელიც დღეს ლაპარაკობს ამერიკულ კორუფციაზე, გახსოვთ ალბათ, რომ ორი თვითმფრინავის არ გაგზავნის გამო ოფიციალურად, ფორმალურ დონეზეც კი ამისი მითითებით განცხადებაში საქართველოსთან ელჩი გაიწვია. წარმოიდგინეთ, როგორ იცვლება დრო და როგორ ხელის გულზედებს ყველაფერი, თუ გინდა რომ მიაზროვნო ამ თემებზე და რაღაცა ნაცური მოცემულობა პირდაპირ არ მიიღო, რასაც გეტყვიან და ესე უბრალოდ რაღაც მე მინდა ევროპა ყველას უნდა, რომელიც ფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი ბუნებრივი ადგილი არის ღირსეულ ევროპაში, ყველას გვინდა ევროპა. მაგრამ რის ხარჯზე და როგორ და რას ვაკეთებთ და შანტაჟის იარაღად ვაყენებინებთ თუ არა ევროპელობის და ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანების საკითხს, ეს მეორე საკითხი, ევროპა ყველას გვინდა. ასე. მაგრამ ისინი ამას იარაღად იყენებენ. ჩვენ ნამდვილად გვინდა. ვიღაცა იარაღად აპირებს გამოიყენოს, ჩვენ ნამდვილად გვინდა ეს. და თუ კი ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ურთიერთობები გართულდა ომის დაწყების შემდეგ, ესეც იარაღად იყო საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული. იარაღად იყო გამოყენებული ზელენსკის მიერ დავალებით. სამწუხაროდ ამის თქმაც გვიწევს, დავალებით დარწმუნებული ვარ და ფაქტობრივი გარემოებებით ამაზე მეტყველებს ელჩის გაწევა და სხვა უამრავი საკითხი, მაგრამ განსაკუთრებით ეს ზეწოლა გამზაფრდა მას შემდეგ, რაც წააგო ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ არჩევნები პირწმინდად და უფრო რადიკალურები ამის შემდეგ გახდნენ, გაბოროტდნენ თუ კუდი მოიქნიეს. ეს მოხდა ორბანის ხელისუფლების, უნგრეთის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგაც, საქართველოს წინააღმდეგაც, მათ რაც მიხვდნენ, რომ 20 იანვრამდე აქვთ ამისი დრო, თუ კი რაიმე მავნებლობა უმაღლეს ხარისხის შეიძლება და მოხდარიყო, ყველაფერი გააკეთეს თავისი უფლებამოსილების მიწურულს. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მავნებლობა ნელ-ნელა ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი და არც ილუზია, რომ საზოგადოება სწორად იყოს ამის შესახებაც, მოლოდინების შესახებაც, ჩვენი მოლოდინების შესახებაც ინფორმირებული, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ 21-ში ყველაფერი უკვე დაალაგებული და გასწორებული იქნება, ამას დაჭირდება გარკვეული დრო, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპ-ეტაპ ჩვენ მოვახერხებთ, რომ დაუბრუნდეს, გადაიტვირთოს ურთიერთობები, ნორმალიზებული იქნას და ჩვენი ქვეყანა კვლავ აგრძელებდეს განვითარებას და მათ შორის ანგარიშ გასაწევ, ამას შემთხვევით არ ვამბობ. ანგარიშ გასაწევ და არა მართვად ქვეყნად იქნას მიჩნეული პარტნიორების მხრიდან. ჩვენ როგორც იქნა შევძელით და ეს არის ქართველი ხალხის, მათ შორის უკაცრავად, მაგრამ ვიტყვით ამამად, მისი არჩეული ქვეყნის ხელისუფლების დამსახურება, რომ ჩვენ შევძელით ვიყოთ ანგარიშ გასაწევი ქვეყანა. 7 და 8 წლის წინაც კი ამას თამამად ვაღიარებ და არ ვერიდები ამის თქმას, 7 და 8 წლის წინაც კი ჩვენ არ ვიყავით ის ქვეყანა, რომელსაც ანგარიშ უწევდნენ. დღეს ჩვენ გავხდით დარტყმის ობიექტები, ზეწოლის ობიექტები, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ აქედან მშრალი ნაშთი დაგვრჩება ის, რომ ურთიერთობების გადაიტვირთება და ჩვენ დავრჩებით ანგარიშ გასაწევი ქვეყანა ყველა ქვეყნისათვის. ვინც არ უნდა იყოს ის და ყველა შეეგუება ნელ-ნელა იმ აზრს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში. საქართველოს ეკონომიკა იქნება ძლიერი, იმიტომ რომ ეს გამომდინარეობს ქართველების
და ქართული საზოგადოების ინტერესიდან და ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც და ამით დავასრულებ, რომ არ გამიგრძელდეს დიდხანს, თქვენ თუ დააკვირდებით, საქართველოს ეკონომიკა განვითარდა სწრაფი ტემპით მას შემდეგ, მიუხედავად ამ გლობალური ეკონომიკური პრობლემების. მას შემდეგ, რაც საქართველოს მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. სხვანაირად, ამ ბოლო პერიოდში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა იყო წარმოუდგენელი, როცა ევროპული ქვეყნები ამ მიმართულებით სტაგნაციას განიცდიან, საქართველოსთვის ერთიორად რთული იყო ორნიშნა მით უმეტეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, მაგრამ როგორც კი საქართველოს მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ჩვენ ეს შევძელით და ასე გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ პარტნიორებს, თუ მათი დამოკიდებულება იქნება ობიექტური და თუ ჩვენ დავიჯერებთ, რომ შეგვიძლია ვმართოთ ქართულმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა და არა გვმართონ, ამ შემთხვევაში ეკონომიკა ძლიერი იქნება და უფრო რეალური იქნება, რეალური და არა აბსტრაქტული ევროპულ ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი წევრობაც. 20 იანვართან დაკავშირებით მინდა გკითხოთ კი ისაუბრეთ ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ტრამპის ადმინისტრაცია შედის თეთრ სახლში, თქვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ თქვენ გადაჭარბებული მოლოდინების შექმნით 20 იანვართან დაკავშირებით, რომ ვითარების და რესტარტების წინაპირობა იქნებოდა. დღეს ამბობენ, რომ თქვენ გარკვეულწილად უკან დაიხიეთ, ახლა ასე აღარ საუბრობთ, როგორც ადრე ამბობდით 20 იანვართან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდით და მათი თქმით ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ რეალურად მმართველმა გუნდმა ქვეყნის დასავლური ვექტორი შეცვალა და არანაირი იმედი არ უნდა იყოს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების შეცვლის. რომ გითხრათ, ბუნებრივია ყველაფერი შეიძლება ვერ გითხრათ, მაგრამ რაც ითქმის, რა სახის კომუნიკაცია არსებობს და რა მოლოდინები არის რეალურად, მას შემდეგ რაც 20 იანვარს სრულად განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მქონე გუნდი ჩაიბარებს შეერთებული შტატების მმართველობას. მოდი ასე ვთქვათ, ჯერ ვამხილოთ მათი ამ არგუმენტის სიყალბე. ხო არ შეგიძლიათ თქვენ გაიხსენოთ მათი არგუმენტების წარმოდგენის დროს, რას ამბობენ ისინი, მე თქვენ არ დაგავალდებულებთ ამას ბუნებრივია და ვერც დაგავალდებულებთ. ხომ არ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რას ვამბობდით ადრე, რითაც შევქმნით გადაჭარბებული მოლოდინი, რასაც არ ვამბობთ დღეს. ასეც ვერ გაიხსენებთ, დამიჯერეთ და რატომ? ჩვენ ვამბობდით სამთავარ, უბრალოდ მივუთითებდით სამთავარ საკითხზე. ეს არის ომის დასრულება, ეს არის ოჯახური ღირებულებების აღიარება და ეს არის გამჭვირვალობა. საბედნიეროდ და ჩვენ თუ კი იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ნაკლებად შეიძლება იყოს დარტყმისა და შესაბამის ინტერესების ობიექტები სწორედ ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით. აქ ჩვენი და ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მისი გარემოცვის მესიჯბოქსებიც, ფიქრიც, აზროვნებაც, დამოკიდებულებაც ემთხვევა ერთმანეთს და ეს გვაძლევს პირველ რიგში იმედს. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, თქვენ ნახეთ, რომ გამჭვირვალობა ჩვენი ოპონენტების ნაცაგენტურის მიერ რუსულ საქმედ იქნა მოხსენიებული და ტრამპსაც ჩვენაირი დამოკიდებულება აქვს ამასთან დაკავშირებით, რომ გამჭვირვალობა ეროვნულია, კარგია. მეორე, ქალი რომ ქალია და კაცი რომ კაცია, ამის იმტკიცება კი მოგვიწია და თავიდან სასაცილოდ არ ყოფნიდა ვიღაცების, მაგრამ სამტკიცებელი რომ ყოფილა ეს და მარაზმი რომ იყო ტრენდულად გამხდარი თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, რომ არა ქალი და კაცი, არამედ 1000-მდე გენდერი გვაქვს თურმე და დღეს შეგიძლია არა მხოლოდ გენდერი, არამედ კატა და ძაღლა და წარმოიდგინოთ, თავი და ისე უნდა მოგექცნენ როგორც კატას და ძაღლს და ქალს და კაცზე და რაღაც შუასქესზე და გადახრა-გადმოხრაზე აღარ არის საუბარი, საით შენი ფსიქოლოგია საიტწავა შუა დღეზე კაცი იქნები თუ საღამოს ქალი, აი ამ მარაზმში რომ შეიწვის თანამედროვე ცივილიზებული სამყარო. ეს უკვე აღიარებული არა მხოლოდ ჩვენს მიერ და რაღაც კონსერვატიულ საზოგადოებად წოდებული ხელისუფლებების თუ ადამიანების მიერ, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების უკვე არჩეული ხელისუფლების მიერაც იქნა აღიარებული და ჩვენ ბუნებრივია აღარ გაგვიჭირდება
გვიჭირდა ამისი გატანას, თუმცა კულისებიდან მეტი იყო აქ დარტყმები, ვიდრე ღიად ბოლოს ევრო რეზოლუციაში ისიც ჩაიწერა, რომ კი ეს თურმე გამოწვევა ყოფილა და პრობლემა ყოფილა ევრო ინტეგრაციის გზაზე. დღეს გონია, რომ ამაზე ტრამპის დამოკიდებულებიდან გამომდინარე შემცირდება ეწოვა. და მესამე, ომი. ეს არის მთავარი. ხშირად ამ ბოლო დროს საუბარში გვავიწყდება ხოლმე, რომ საქართველოს მიმართ არის ინტერესი ის იყოს მეორე ფრონტი. შეიძლება ეს თანამედროვე ცივილიზებული სამყაროსთვის ოკუპანტი რუსეთის მიმართ ძალიან კარგი მიზანი იყოს. მაგრამ საქართველოს მიმართ არის მიზანი, რომელიც საქართველოს გაანადგურებს და შეიძლება რაღაცით შეასუსტოს რუსეთი. და ჩვენ ვეუბნებით ძალიან მარტივად ყველაზე ამაზე უბრალო ენით როგორ თქვა აღარ ვიცი ჩვენ ვეუბნებით რომ იმ ომში სადაც კი შეიძლება საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა დაასუსტეს, მეტად დაზიანდეს, მაგრამ საქართველო რეალურად განადგურდება, ნუ შეგვიყვანთ. მოვდივართ პოლიტიკურ ომში ბოლომდე, ჰააგაში გავხდით თანაინიციატორები რუსეთის გასამართლების. ვეხმარებით უკრაინელებს რაც შეგვიძლია, მაგრამ ომში, სადაც მე უნდა მოვკვდე და სხვა უბრალოდ დაზიანდეს რაღაც ხარისხით ესეც კაცმა არ იცის. ნუ შეგყავარ და ჩვენი ქვეყნის განადგურებას სხვების სასარგებლოდ არ დაუშვებთ. ეს არის მარტივი მოცემულობა. ეხლა ვიღაცას უნდა ეს დაიჯეროს, ვიღაცას არ ჩვენ ზუსტად ვიცით. საკუთარ თავთან, საკუთარ ქვეყანასთან, საკუთარ სამშობლოსთან და საკუთარ მოსახლეობასთან და საზოგადოებაზე იმ ხალხთან, რომელიც ამას რუსულ საქმედ მიიჩნევენ სხვანაირად თავის ტვინებში ინტერპრეტირებულად, იმათანაც კი მართლები ვართ, იმიტომ რომ ფიზიკურად გადავარჩინეთ ეს ხალხი. ჩვენ რომ ასე არ გვემოქმედა, უნდა გავათვითცნობიეროთ და მივხვდეთ რამენაირად. ჩვენ რომ ასე არ გვემოქმედა, ახლა შეიძლება ბევრი ჩვენგანი ცოცხალი არ ყოფილიყავით. ეს ვიცით ჩვენ ძალიან კარგად, სხვაზე შეიძლება მეტად კარგად და ჩვენი ვალდებულება რომ სხვაც დავარწმუნოთ ამ რეალობაში. მაგრამ მეტი რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა იყოს, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ საუბრობდნენ 3 წლის წინ და როგორ საუბრობენ ახლა, ამას მაინც შევხედოთ და რაღაციდან დასკვნა გამოვიტანოთ. პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, ელჩი გაიწვიეს ამ მოტივებით, ამ საფუძვლით, ელჩი გაიწვიეს. სანქციები დაგვადეს პირველებმა მათ, ხო? ხო უნდა მივხვდეთ რაღაცას. ხო უნდა ვიაზროვნოთ მართლა და ვთქვათ, რა არის რეალობა და რა არის თავს მოხვეული გარედან მართული ადამიანების მიერ დაგეგმილი პიარი. და როგორ უნდა უკაცრავად მართლა და დავგოიმდეთ იმით 10 წლის წინ რომ სადღაც ჭადრაკს თამაშობდნენ და ემოციური კადრები იყო და იქ ვიღაცას ხელს თხოვდა და ზუსტად იგივე ერთი გაიდლაინში ეზარებათ თუ არ ვიცი მეტი არ ვეღარ ფიქრობენ რაღაცის შესვლა იგივე კადრებით ემოციის მოგვრა შეიძლება დაუპირო ადამიანს რაღაცა ხო ვითარდება ყველაფერი ადამიანის ტვინით მათ შორის და შემეცნებაც და აზროვნებაც და ყველაფერი ხო მაიდნის დროს რომ ჭადრაკის თამაშით ემოციები, აიმე რა საყვარელი ადამიანები არიან, როგორ ბუნებრივები და როგორ რაღაცა ისეთი ემოციები, დღესაც იგივეთი იწვევ ემოციას, რაღაცა შეცვალე მაინც, ხო? ამით მაინც ხომ უნდა მიხდეს საზოგადოება, რომ აბსურდია ეს ყველაფერი. დადგმულია, სპექტაკლია, მართულია, ზოგი კანვასის ტრენინგებზე, ზოგი მაკეინის ინსტიტუტის მიერ დალაგებული და ასე შემდეგ. ხომ უნდა მიხდეთ ელემენტარული, რაც გესმის იმის იქით, შენც ხომ უნდა იფიქრო ამ თემაზე. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გადაიტვირთება ურთიერთობები და ეს ინტერესები თუ მოშორდება საქართველოს, მე არ მგონია რომ რაიმე განსაკუთრებული დამაბრკოლებელი ბევრი ფაქტორი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ასევე არ მგონია ისიც, აქაც რომ ზედმეტი მოლოდინი არ შექმნა, რომ deep state-ი ახლა ხვალიდან შეწყვეტს ფუნქციონირებას, როგორც კი პრეზიდენტი ტრამპი თავისუფლება მოსახლეობის განხორციელებას შეუდგება. აქაც საბრძოლელი იქნება. ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე ჩვენ ამის იმედი გვაქვს, რაც უფრო გადაიწევს ომის დასრულება უკრაინაში, მით უფრო გადაიწევს ჩვენს მიმართ ზეწოლის ინტერესი. მოხსნის ინტერესი უფრო სწორად, მაგრამ რეალურად თუ ომი არ დასრულდა, ეს ინტერესი ჩვენს მიმართ სულ დარჩებათ არა მხოლოდ ზელენსკის მიერ დასახელებულ კორპორაციებს, არამედ იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან ბრძოლა საქართველოს გავლით უფრო წარმატებულად წარმოუდგენია, თუმცა საქართველოს გადაემართება ეს არავის აინტერესებს სამწუხაროდ. ეს გვაინტერესებს ჩვენ და ამის წინააღმდეგ იბრძვიან Deep State-ის აგენტურა საქართველოში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით ამუნე ციკლაური. მართალია წეღანის საუბრეთ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, თუმცა მე მაინც გითხავთ მის განცხადებებზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გააკეთა მან ის ამბობს, რომ ის არის პრეზიდენტი, რჩება პრეზიდენტად, მიუხედავად იმისა, რომ ორბელიანების სასახლიდან გამოვიდა, სულისკვეთება პრეზიდენტის არის ახლა ამ ოფისში, სადაც მე ვარო. ასევე არ მოქმედებს მისი განცხადება და მთავარი მოთხოვნა რაც ეხება სწორედ ახალ არჩევნებს. როგორ შეაფასებთ ერთის მხრით თავად სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებებს, იგივე პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ნაწილთან დაკავშირებით, რომ კვლავ ის რჩება პრეზიდენტად და რას ფიქრობთ, როგორი შეიძლება იყოს მისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გეგმა, რას აპირებს ზოგადად? მე ვერ შევაფასებ სალომე წარმოგიდგენიათ. გასაგებია. თქვენ მეკითხებით როგორ შეაფასებთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის კვლავ პრეზიდენტია. მე მის ფსიქოემოციურ მდგომარეობას თუ ფსიქოემოციონალურ მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მას შეუძლია თქვას, რომ ის არის, რა ვიცი, მუსოლინი ან ჰიტლერი, იმიტომ რომ მისი და მისი მეგობრების მოქმედებები ძალიან იმსგავსება, მათ მოქმედებებს უბრალოდ ასეთი საბედნიეროდ მსგავსი ძალა უფლება არ გააჩნიათ, თორემ ნებისმიერ რაღაც შეუძლია დაუძახოს თავის თავს, ეს მისი ნება. თავისუფალი ამ გადაწყვეტილებებში საქართველოში არის სხვა რეალობა, მოდელირებული რეალობების შეთავაზება საქართველოში საბედნიეროდ დავამთავრეთ და ეს დაამთავრა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა შეკრებილმა, შექმნილმა გუნდმა 2012 წელს და კიდევ უფრო დაღვინდა ეს სიტუაცია და მოდელირებული რეალობები საქართველოში არის საბედნიეროდ დასრულებული. ამიტომ ვერც სალომე ზურაბიშვილი ვერც სხვა რიგითი ნაცი ამ რეალობას ვერ შეცვლის. აი, თუნდაც ოპოზიციურ ფლანგზე, რამე როლს შეასრულებს რეალურად სალომე ზურაბიშვილი, როგორ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ ვიცით, რომ აქტიურად მართავს ხო კონსულტაციებს იგივე საკოორდინაციო საბჭოს შეასრულებს. მაკეინის ინსტიტუტის კვლევარის თუ სტიპენდიანტის როლს შეასრულებს, ეს ოფიციალურადაც დაირქვა მან, ვერ მოითმინეს სამი კვირაც კი, რომ მაკეინის ინსტიტუტში არ გაფორმებულიყო იმ ორგანიზაციაში, რომელიც მსხვერპლზე დარდობდა, რომ არ იყო მსხვერპლი მიმდინარე აქციების დროს. აი წარმოვიდგინეთ, რას უშვებიან. აი ხო შეიძლებოდა ეთხოვა, რომ მაკეინის ინსტიტუტში გამაფორმოთ, მოდი სხვა მხრიდან მომეცით რაღაც სტიპენდია, ხელფასი იმისათვის, რომ არ გაახსენდეთ ქართულ საზოგადოებაში მაკეინის ინსტიტუტის რაღაც 2-3 კვირის წინ რას დარდობდა და რას ჯავრობდა, რომ მსხვერპლი არ იყო. აი ეს ხო შეიძლებოდა, მაგრამ არა, მას უთხრეს რომ შენ აქედან მიიღებ სტიპენდიას, აქ იქნები ანგარიშვალდებული და მან თქვა რომ დიახ, აქ იქნები ანგარიშვალდებული და გახდა მაკეინის ინსტიტუტის არასხვისი, არამედ სწორედ ყველაზე რადიკალური მაკეინის ინსტიტუტის რიგითი სტიპენდიანტი. მოგესალმებით, ტელეკომპანია პოზიტივი თეკლო ბესტავაშვილი. უკვე ახსენეთ, მაგრამ თუ შეიძლება რომ დაუბრუნდეთ ისევ ჯო უილსონის განცხადებას. კონგრესმენმა ამერიკელ და ევროპელ კანონმდებლებთან და ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად გამოუქვეყნა საერთო განცხადება, სადაც მოუწოდებენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, რომ საქართველოში მოითხოვონ ხელახალი არჩევნები და ასევე უარყონ არსებული მთავრობა. უილსონთან ერთად ამ განცხადებას ხელს აწერენ ჰელსინკის კომისიის წევრები და ასევე ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე ევროდეპუტატები, მათ შორის რასა იუკნევიჩიანი, შიგიმანდას პავილიონისი და მიხაილ როთი. რას ნიშნავს საქართველოს წინააღმდეგ მსგავსი მოწოდებები, რომ შეხვდეთ? იმაზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ის სიამოვნებით, რადგან მეკითხებით, არ დაგზარდებით, რომ ეს ნიშნავს საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ. ისინი ცდილობენ თუ კი რაიმე ძალა შერჩენიათ და ვიდრე deep state-თან ბრძოლა ტრამპის და მისი ადმინისტრაციის და მისი გარემოცვის მიერ გადამწყვეტ ფაზაში და ვისურვოთ, რომ ეს ბრძოლა შედეგიანი იქნება. რაზეც ბევრია სხვათა შორის დამოკიდებული. მანამდე ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას და მეტად გაართულონ ურთიერთობები დასავლურ სტრუქტურებს და საქართველოს შორის. ევროპულ სტრუქტურებს, ამერიკას და საქართველოს შორის. სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ რიგითი დეპუტატები, როგორც ქალბატონი რასაა, ეს ხა ცნობილი ლობისტია და მათ შორის ის ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ამერიკელი პენსიონერი, რომელიც ჩვენ გუშინ განცხადებაში ვთქვით, რომ ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით ფინანსდება ოფიციალურად, ისე კი არა ჩვენ კი არ ჩვენ მხოლოდ ფაქტობრივ გარემოების დაყრდნობით ვსაუბრობთ.
დგინდება, რომ ის ფინანსდება ევროპელი პენსიონერების, სხვათა შორის რუსეთიდან, მათ შორის არ დაგვაუძდეს, რუსეთმა რომ თავად აღიარა მოუწია აღიარება, რომ მასთან იყო ნაცმოძრაობის კოლ-ცენტრები მის ქვეყანაში, მათ ქვეყანაში, ჩვენს ოკუპანტ ქვეყანაში ნაცმოძრაობის კოლ-ცენტრები ფუნქციონირებდა, წარმოვიდგინეთ და იქიდან იძარცვებოდა ევროპელი პენსიონერები, ეს ხალხი ხირაობს ჯო უილსონს და ის ურტყავს და აზიანებს, ცდილობს ყოველ შემთხვევაში, წარუმატებლად, მაგრამ ხო ცდილობს, აზიანებს და ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანა დააზიანოს საქართველოს მიმართ ილაშქრებს ყველაზე ბინძური მეთოდებით, სამწუხაროდ. და არ ვიცი რა სუხტია ნამდვილს. საქართველოში რომ დღეა, ამერიკაში ხო არ არის დღე კაცო ღამეა და დილის 4 საათზე იღვიძებს ხოლმე ეს კაცი და 3 საათზე, ან არიძინებს და ელოდება რომ დააპოსტოს, დატვიტოს, დაიქსოს რაც გინდათ დავარქვათ. ხო, აუძილობა ჭირს იმდენი ფული აქვს აღებული, რომ ნაცმოძრაობა დაალობიროს. ამერიკის დროით 3, 4, 5, 6 საათზე ერთმანეთის მიყოლებით X-ზე ინფორმაციები ხმოვანდება ხოლმე მისი მხრიდან. წარმოვიდგინეთ, რამხელა мотиваცია აქვს ამ ერთ ადამიანს, თან ესენიც მათი აგენტურა აქვს, ხო პოზიციონირებს, აი უილსონი არის რესპუბლიკელი და მასია განსაკუთრებით აქცენტი გადატანილი. იქიდან გამომდინარე, რომ ის რესპუბლიკელია და ამით უნდა თონი და ილუზია შექმნა, რომ ტრამპის თანაგუნდელიც კი ქართულ ოცნებას და საქართველოს ებრძვის და აი ესეთი მდარე და მდაბიო fake PR კამპანიის ფონზე ცდილობენ რაღაცა ემოციური ფონის შექმნას, მაგრამ ამათ არაფერი უშუალოდ, იმიტომ რომ თავარი იცით რა არის, საქართველოს დგას თავის სიმაღლეზე და შემთხვევით არ მithქვას და დიდი სიამაყი და სიამოვნებით გავიმეორებ, რომ საქართველოს გახდა როგორც იქნა ანგარიშგასაწევი ძალა და ჩვენ ამას მივახცეთ. საერთოდ რომ არაფერი გავაკეთოთ პოლიტიკაში და იმ პროექტებზე, საერთოდ რომ არაფერი ვილაპარაკოთ გზაზე, წყალზე, გაზზე, ამხელა ავტობანებზე და გვირაბებზე და ინფრასტრუქტურაზე და ჯანდაცვის სისტემაზე და ასე შემდეგ და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე. ეს ყველაფერი რომ არ არსებობდეს, გულწრფელად დავიკვეხნიდი, დავიტრაბახებდი მე პირადად ჩემ თანაგუნდელებთან ერთად იმით, რომ საქართველოს ჩვენი მმართველობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების პირობებში გახდა ანგარიშგასაწევი ძალა და საქართველოში ჩვენ შევძელით, რომ ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენვე მივიღოთ და არა ვიღაცის მითითებებით ვმოქმედებდეთ. დიდი მადლობა.